მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო. ტრადიციულად როცა შეშლილ კინოსამყაროში ვართ წარმოდგენილნი, პირველ რიგში მე ყოველთვის წარვადგენ თავად ლევან ლორთქიფანიძეს, იმიტომ რომ აქ ეს პიეტეტი როგორც კანკურას გლეხს ოთარ შამათავას, რომ მაინც თავადი მინდა წინა პლანზე იყოს. თუმცა აქ ჩვენ შორის სტუმარი ბრძანდება, რომელსაც არავითარი რიდი არ აქვს არც თავადის და არავის, იმიტომ რომ ტაიკვანდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანია ბატონი ლადო. და რომელმაც ძალიან საინტერესოა ის კაჩვენე აი საინტერესო რაგბის ამბავი და წიგნი, ნუ ამ შემთხვევაში და ლადო გოგოლაძე ისედაც მოვიწვიეთ ჩვენ არა მარტო ამ წიგნის გამო, არამედ იმ ფილმის ნუ მოდი ასე ვთქვათ, მეგობრულად წარდგენის გამო, იმიტომ რომ არის ტრაგიკული სურათი რა. განსაკუთრებით მეორე ნაწილი, პრინციპში სუსტი ნერვების მქონე მაყურებელს არ შეჩერდი. ძალიან რთული საყურებელი, მაგრამ ნუ ჩვენ მაყურებელს ყოველთვის შეშლილ კინოსამყაროს ვთავაზობთ. ეხლა ისე ფაფის საჭმელად გამოუწმედელი მაყურებელი გქონს. დიახ, ხო. დღეს დრამატული კინოსანახაობა გელით, რადგან 1972 წელს მომხდარი გახმაურებული ავიაკატასტროფის შესახებ გიამბობთ. 1972 წლის 13 ოქტომბერს თვითმფრინავს, რომელსაც მონტევიდეოს რაგბის გუნდი, ძველი ქრისტიანები ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ჩაიყვანა, ციკლონი დაატყდა თავს და ანდებში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 45 ადამიანიდან 12 ვარდნისას გარდაიცვალა. დანარჩენები კი ყოველგვარი რესურსების გარეშე ყინულოვანი სამყაროს ტყვეობაში აღმოჩნდა. ის რაც მოხდა შემდგომი 72 დღის განმავლობაში, მოგვიანებით ანდების სასწაულად მომართვეს და მის შესახებ უამრავი სტატია და ლიტერატურული ნაწარმოები დაიწერა. დოკუმენტური და მხატვრული ფილმები გადაიღეს. ამ ფილმებიდან ყველაზე ვარსკვლავურ და რეალისტურს შემოგთავაზებთ სწორედ დღეს. ფრენკ მარშალის კინოდრამის გადარჩენილების ტექნიკური კონსულტანტი, ამ ტრაგიკული მოვლენების უშუალო მონაწილე ნანდო პარადო იყო, რომლის როლსაც ფილმში იტან ჰოუკი ესრულებს. რა გადახდა ნანდო პარადოსა და მის თანაგუნდელებს ანდებში ჩვენი გადაცემის დასრულებისთანავე ხდება. იქამდე კი ჩვენი საპატიო სტუმრის დახმარებით მსოფლიო რაგბის ჩადოს მოსამყაროში ვიმოგზაურებთ და ანდების ტრაგედიის იმ საინტერესო დეტალებზე გიამბობთ, რაც ფილმის ავტორთა გადაწყვეტილებით არ ვერ მოხდა ფილმში. ყველაზე ცნობილი ფრაზა რაც არსებობს რაგბის შესახებ არის, რომ ესო ფეხბურთი არის ჯენტლმენური სპორტი, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ, ხოლო რაგბი არის ხულიგნური სპორტის სახეობა, რომელსაც თამაშობენ ჯენტლმენები, არა? ვის არ მიაწერეს ამ ფრაზის ავტორობა, იქ იყო ჯოისზე თქვენს რომ მან დაწერა კიპლინგმა თითქოს და ასე შემდეგ. ჩერჩილზეც ამბობენ და კიდევ უამრავ სხვაზე, მაგრამ რეალურად მე ესე ვიცი, რომ 52 წელს ერთ-ერთ სტუმარს უკითხესო გადაცემაში, რომელიც კარგად ვერ ერკვეოდა ამ სპორტის სახეობებში და უთქვამს, რომ თქვათ შეადარევა ფეხბურთი და რაგბი და ესე უთქვამს, რომ ერთი არის ჯენტლმენური სპორტი, რომელსაც მოკლედ ხულიგნები თამაშობენ და პირიქით. უბრალოდ მაშინ არ დააკონკრეტა მან რომელი იყო ამათგან ხულიგნური სპორტი და რომელი აი თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ ფრაზას და თქვენ თუ გაქვთ რამე სლოგანი მსგავსი, როდესაც დაახასიათებთ ამ სპორტის სახეობას. პირველ რიგში მოგესალმებით, მიხარია თქვენს გვერდით ყოფნა და საუბარი რაგბზე და საუბარი კინოზე, ორივე ძალიან მაგარია და მით უმეტეს როცა ერთად არის კიდევ უფრო მაგარია. რაც შეეხება ფრაზას ვეთანხმები გამყრელიცის დასკვნას. კი ბატონო. და ვინ თქვა აი თქვენი ვერსია სიმართლე გითხრათ პირველად მოვისმინე რომ ვიღაც სტუმარს უთქვამს და კარგი ვერსია თან ინგლისურს უხდება წარმოედგინეთ ახლა ზის ტიპი აქეთ ლუდი ინგლისური გარემო და ძალიან უხდება მე რაღაცა კონკრეტული ფრაზა რო არ მოგატყუოთ არ მაქვს იმიტომ რომ ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლები რაღაცა მიაწვა გაიტანა და ასე შემდეგ მაგრამ
ზოგადი სტილი რაც არის რაგბის ძალიან კარგად ჩანს მაგ ფრაზაში, იმიტომ რომ იმდენად პატივისცემაზეა დამყარებული ეს სპორტი ადამიანმა რო ნახოს რომელმაც არ იცის რაგბი გონია რომ ერთმანეთს ეჩხუბებიან, ომობენ, მაგრამ სასტოებთან ერთად სრულდება დაპირისპირება, ჯერ მარტო ის დერეფნის წესი აქვს საოცრება, ხო. ხო, სადაც დამარცხებულის პატივს მიაგებს მოგებულს და მოგებულიც პატივს მიაგებს დამარცხებულს, ძალიან მაგარია და ბევრი სხვა სპორტიც თუ გადაიღებს ამას მე ვფიქრობ ძალიან ხო არ იქნებოდა ურიგო. აი თქვენ თავად ამ წიგნში წერთ ასეთ რამეს რაგბი ფასეულობებისა და ტრადიციების ერთობაა. აი მაინც აი რომელი ტრადიცია მოგწონთ ყველაზე ძალიან ამ სპორტის სახეობაში და რა ფასეულობაა რომელიც აი უნიკალურია თქვა ამ ხარ. რაგბი არის მე მგონი ერთადერთი სპორტი გუნდურში, სადაც იცი რომ შენს უკან დგას მთელი გუნდი. პირდაპირ მნიშვნელობით. იმიტომ რომ როდესაც წინ ხო პასს ვერ აკეთებ რაგბში, აუცილებლად უკან უნდა მის, ანუ ძალიან გუნდური სპორტია. ხო, საინტერესოა. შენს უკან არის მთელი გუნდი და როდესაც იცი რომ შენს უკან მინიმუმ 14 ადამიანი დგას, აღარ ვამბობ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ბევრია. ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ ბევრი იყოს. უკვე სულ სხვა მუხტით ხარ, სულ სხვა ემოციით ხარ, სულ სხვა განწყობით ხარ და გინდა რომ შენს გამო გუნდი არ დაზარალდეს, რაღაცა мотиваციასაც გმატებს. მაგრამ რაგბს კიდევ ერთი ის ნიუანსი აქვს, ალბათ სხვა გუნდურ სპორტებსაც, რომ მიუხედავად შეცდომისა, იცი რომ შენი თანაგუნდელი ამ შეცდომის გამო არ გაგრიყავს, გვერდში დაგიდგება, ეცდება მინიმუმ გამოსწორებას ეცდება. რამდენად გამოეს სხვა საკითხია, მაგრამ ეცდება და ეს ძალიან მაგარი ფასეულობაა. და ცხოვრებაში ყოველთ შეგვეძლოს მსგავსი. რა თქმა უნდა. ისე სხვათა შორის, აი ლადო კარგია რომ ესეთ საშუალო მე რატომღაც ხმაწულ კაცობაში ახსოვს სიტყვა ჟღერდა როგორც რეგბი. რუსული კალკიდან გადმოვიდა. ხო და აი დამასწარი და ზუსტად ანუ რუსული კალკი იყო რეგბი და ეს რაღაცნაირ ცივილიზებული სხვათა შორის ქართულ ბევრი ტერმინი იყო რაგბის შემოსული რუსულიდან და შემდეგ ზალგიგინეიშვილმა, რომელსაც მე პირადად ვეძახი ქართული რაგბის 16 თაყაიშვილს საოცრება გააკეთა. ჯერ ხო სტატისტიკა თუ ქართული რაგბის რამე არსებობს, არის ბატონი ზაალის დამსახურება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა და ლექსიკა. საოცარი ტერმინები მოგონა. აი კვაჭი არის სასწაული მიგნება ორი ნომერი არის კვაჭი. კვაჭია. აი აქედან გამომდინარე კიდე ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი თქვენ ტაიკვანდოს ფედერაციის გენერალური დივანი თუ არსებობს ვინმე სპორტსმენი რომელმაც შეგაყვარათ რაგბი, აი ვინ იყო ეს სპორტსმენი? პირველად რაგბს უყურე 1994 წელს, რატო იყო შუქი ეხლაც ვერ ხვდები. ხო, სურამში იყო შუქი და მე და ბაბუ უყურეთ გერმანიას ვეთამაშებოდით. მაშინ მე მეგონა გერმანია ჟღერს. და მეგონა უძლიერი მეტოქე იყო და გავანადგურეთ. და იმის მერე აი ძალიან მომეწონა, ალბათ მოგება მომეწონა. ხო, გავიმარჯვეთ. ხო, და ნუ იმ პერიოდში პირველი მორა 94-ში გამარჯვება ცოტა უცხოხილი იყო ჩვენთვის საერთოდ ზოგადად, ხო. და პირველი მორაგვე რომელიც ასე ვთქვათ, ჩემს ცნობიერებაში შემოვიდა და ქართველი ეს იყო ლევან ცაბაძე, ლეონსიო. ხო, ნუ ალბათ ჩემსავით ბევრი იყო და უცხოელი ლომო. ლომო ალბათ რაგბის ნუ პირველი ვარსკვლავი. ლომო შეიძლება ითქვას რომ ლომო არის პელე ვთქვათ? თუ არა? არა, რატომ? ანუ ამ სპორტის სახეობაში არის ვინმე ესეთი? არის, ხო? ალბათ.
ბუნებრივია ძალიან სუბიექტურია, როდესაც სპორტსმენზე რაღაცას ამბობ, შენთვის პელია შეიძლება, მაგრამ ვიღაცისთვის მარადონაც არ იყოს. ახლა მარადონაზეც ძალიან ცუდი რაღაცა გავაკეთე. მაგრამ ჩემთვის პელია. და ჩემთვის რაგბი კიდე შემოვიდა ყმაწვილ კაცობას უბრუნდები ინგლისური ფილმის მერე. რომელიც? You mean I didn't have to get killed for it? თუ არის რამე ესეთი დადასტურებული ცნობები, როგორ შეიქნა საერთოდ? სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამბავი, აი ზუსტად ამ წიგნის დაწერის პროცესში ვეძებდი და ღია წყაროებით ძირითადად რაც ინტერნეტში მოიძება და ოფიციალურად ასეთია, რომ ინგლისის ქალაქ რაგბში ვებელისმა დააარსა ეს სპორტის ეს სახეობა, თამაშობდა და ასე შემდეგ ასე. ვებელის მე გახდა სასულიერო პირი, რომლის სურათიც არსებობს, ქადაგებებიც არსებობს, ოღონდ ამ ქადაგებებში რაგბზე ერთი სიტყვა არა აქვს, მაგრამ ნუ ვებელისმა დააარსა. როგორ გამოიგონა ვებელისმა რაგბი? ლეგენდის მიხედვით ეს მე-19 საუკუნეში 1823 წლის 7 აპრილს, სადღაც შუა დღეს მოხდა. ქალაქ რაგბის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ და ერთი გუნდი მეორესთან აგებდა. 16 წლის უილიამ ვებელისი სწორედ იმ გუნდში იყო, რომელიც აგებდა. მას კი როგორც ჩანს წაგება დიდად არ უყვარდა. მოგებისთვის კი არც ნიჭი ყოფნიდა და არც ღონე. ამიტომ ადგა და ხერხი იხმარა. ფურცელი დაავლო, მეტოქის კარისკენ გაიქცა და გოლი შეაგდო. ჩაითვალა თუ არა გოლი და გაიმარჯვა თუ ვერ ელისის გუნდმა იმ კონკრეტულ მატჩში, ეს შეშლილი სამყაროსთვის დღემდე უცნობია. მაგრამ ფაქტია, რომ ელისის საქციელი გადამდები აღმოჩნდა. ხელით თამაშს ჯერ მის სკოლაში მიხვდეს ხელი, მერე მის ქალაქ რაგბში, ბოლოს კი მთელს ბრიტანეთსა და მსოფლიოში. და დღეს მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულებს რაგბში სწორედ ვებელისის სახელობის თასით აჯილდოებენ. არის მეორე და ძალიან საინტერესო ვერსია, რომ რაგბის თამაში პირველად ითამაშა ისე ინგლისური ქალაქიდან იყო ეს წარმომადგენელიც, ოღონდ ეს იყო ჩვეულებრივი ინგლისელი ხულიგანი, რომელმაც ქუჩაში მოუნდა და ითამაშა, მაგრამ ინგლისელები, რომლებიც არისტოკრატები არიან, ასეთ კარგი სპორტისთვის არ ემეტებოდათ, რომ ხულიგანს შეექმნა. აჰა. და არის ვერსია, რომ დაალაგეს კარგი ისტორია და მიაწერეს ვებელის, რომ ნუ ვებელისის თასიც არის და ვიცით რომ მან შექმნა, მაგრამ ეს ვერსია რეალურად ეს ლეგენდა ამართლებს იმ გამონათქვამს. კი, ხულიგანების სპორტი, რომელსაც ჯერტმენები თამაშობდნენ. ხო და არ არის შორს ინგლისური ხასიათიდან გამომდინარე, რომ უნდათ რომ თავის არისტოკრატული ნიშან-თვისებები ყველაფერს ჩადონ, რომ კარგად ნუ ეს იყო ადრე, მაგრამ ბევრად უფრო მარტივია ვთქვათ ალბათ. ვთქვათ, მაგრამ მე არ ვიცი ეს და ამიტომ მეკითხებით. პირველი სარაგბო ლელო საქართველოში როგორ დაიდო ეს ამის ისტორია თუ არსებობს? ნუ ჟაკ ასპეკიანმა რო შემოიტანა პირველი გუნდი ავარჯიშა საქართველოში. ეს რომელი წლებია? 50-50 წლების ბოლო 60-იან წლების დასაწყისში უკვე გპ-ის გუნდიც არსებობდა. მართლა? კი, არსებობდა და გივი მრელაშვილი იყო პირველი ქართველი, რომელმაც მაშინ ორგანიზაციებს რა ერქვა და აღარ მახსოვს სპორტულ ორგანიზაციებს, აი რაიკომთა რო იქნებოდა ეგეთი. ბატონო გივიმ დაარსა, ვიზეიმეთ კიდეც ქართული რაგბის 50 წლის იუბილე 2010 წელს იყო თუ სწორად მახსოვს და
ანუ მაგრამ აი პირველი ლელო როგორ დაიდო ნამდვილად ხო აი გინდა თუ არ ვიცი მაგრამ ნუ არა მე ამ გაგებით თქვი როგორ შეიქმნა საქართველოს მაგრამ ისტორიული პირველი ლელო ქართული რაგბისთვის ალბათ იყო 2003 წლის მსოფლიოზე როცა აი კარგია რომ ეს თქვენ ახსენეთ Too, George, don't rush it. Just take your time, get organised. It's well taken by Siglari. Listen to the cheers, and they've scored. Georgia have got their first try of the tournament. The only side up to now who hadn't managed to breach the whitewash, and it's the hooker who's done it. Dadunashvili. What a moment for the 21-year-old from Nîmes. Good throw to start it from the try scorer himself. And he sweeps round. Van Niekerk's drawn in. Thank you very much. Nobody lays the hand. And is he a happy boy? Well, it's one of the great pipe and slippers moments, isn't it? Wait till I have I ever told you about the day I scored it? შეგვიძლია თავად ვთქვა, ალბათ რაგბი არის ალბათ რატომ ესეა. ყველაზე წარმატებული გუნდური სახეობა, რომელშიც ყველაზე მეტს მიაღწიეთ, ხო, საქართველოში. 2003-დან რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას სოფლიოზე, 12 ჯერ გავხდით მე მგონი. ევროპის ჩემპიონები. ხო, აი ეგ უკვე საფალავი აღარ ესე დავითვალე. ყავს სოფლიო დონის ლეგენდა რა. კი ბატონო და მე ვფიქრობ, რომ დავით ნინიაშვილი. დავით ნინიაშვილი. რომელიც უბრალოდ კვარაცხელია ძალიან მაღალ თამასაზე აწია ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატებები, თორე აი შეიძლება ვიღაც სუბიექტური მოვიჩვენო, მაგრამ გონია რომ რაც კვარა ფეხბურთში თუ მეტი არა ნაკლები არ არის და თუნდა აი რა არის თქვენი აზრით ამ წარმატების მიზეზი? აი რამ განაპირობა რომ რაგბი გახდა ჩვენი თამაში? ალბათ ისევ და ისევ გუნდურობა და ჟინი და მეგობრობის სიყვარული. აი ძალიან მეგობრული ახლა ბევრი მურაგბე ნაცნობი მყავს, მეუღლის ძმაც მურაგბე იყო, ჩვენი ნაკრების კაპიტანი შალვა სუთიაშვილი, მამაც აი თემურ ბენდიაშვილის გუნდის წევრი იყო და გოგი სუთიაშვილი იმ ლეგენდარული ლოკომოტივის წევრი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა და იმ რადგან ვიცი რომ აი რაგბი არასოდეს ყოფილა მათთვის მხოლოდ სპორტი. ხოლოდ ის რომ წავხვიდე ითამაშოთ პროფესიული რაღაც არის. ეს იყო მეგობრების თავშეყრის ადგილი, სადაც ერთმანეთს ნახვა უხაროდათ, ერთად ყოფნა უხაროდათ და რაგბი ყოველთვის ასოცირდებოდა იმასთან, რომ ჩემ მეგობართან ერთად უნდა ვიყო და ფიქრობ იმ 90-იან წლებში მით უმეტეს, როდესაც რაგბში კი არ ფეხბურთში არ იყო არანაირი ფინანსები, რო არა ეს мотивация ერთმანეთის გატანის სურვილი და ჟინი, ალბათ საქართველოს რაგბი დღეს აღარ იქნებოდა. ასფალტი ეროვნული ნაკრები ვარჯიშობდა ასფალტზე. ხო, აი მოედანიც კი არ ხო, მაგრამ აი ლადომ ბძანა ძალიან ზუსტი რამ ძვირფასო ტელემაყურებელო ერთ-ერთი გასაღები ფილმის სანახავად. ხო, აი ურთიერთგატანა ახსენეთ. აი ზუსტად რის მაგალითსაც ნახავს მე ჩვენი მაყურებელი ცოტა ხანში. სხვადასხვა აი ამ წიგნში ეს ისტორიაც არის მოთხრობილი, რასაც ფილმში ნახავს ჩვენი მაყურებელი. თქვენ ნანახი გაქვთ ფილმი და დაწერეთ ეს წიგნი, ხო? რამდენად ერთგულები დარჩნენ ფილმის ავტორები რეალურ ისტორიასთან? რა თქმა უნდა, როდესაც ფილმს იღებენ რაღაც დრამატიზმისთვის სჭირდებათ ცვლილება. მაგალითად ახლა თავარი გმინი რომელიც გადარჩა რეალურ ისტორიაში წერს არ ატარებდა. ფილმში წერია აქ, იმიტომ რომ რეჟისორმა ჩათვალა რომ გაცილებით ის იქნება საინტერესო იქნება. კიდევ მაგალითად გაცილებით დაუძლურებული იყვნენ ყველანი, ვიდრე ფილმშია. ხო. კიდევ ფილმში არის ბოლო ეპიზოდი, როდესაც თვითმფრინავი მოდის და აი ეს ისტორია არის გამოტოვებული ფილმში. ვინმე მწყემსის ისტორია და მოუყვეთ ეს მაგურები. ხო, ეს ისტორია გამოტოვილია და აი ფილმში მაგალითად თვითმფრინავს რომ გაყავს ადამიანები, ერთი თვითმფრინავი მოვა და ყველას გაიყვას. რეალურ ისტორიაში რომ მივიდა თვითმფრინავი პირველ მისვლაზე 6 ადამიანი გამოიყვანა, შემდეგ დაბრუნდა მეორე დღეს უკვე, იმიტომ რომ რაღაც კლიმატი ვერ იყო თლად კარგი და მეორე დღეს წაიყვანა და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა როიციან რომ 72 დღიან ლოდინის შემდეგ მოვიდა ხსნა და ერთი დღე კიდე ლოდინი უწევდა. რთული. 72 დღე ეს ადამიანები იყვნენ ყინულის ჯოჯოხეთში, ხო, ფაქტობრივად. სხვათა შორის ერთ საინტერესო ამბავია, რომ 1972 წლის 13 ოქტომბერი იყო პარასკევი 13. ნუ ეს ჯერ კიდე ხო, ანუ თუ სწორად მახსოვს 1307 წელს საფრანგეთის ტამპლიერების ორდენის წევრები რომ დაიჭირა და დასაჯა, იქიდან წამოვიდა რომ პარასკევი დღე და 13 არის მაგასთან ამას უკავშირდება, ნამდვილად ესე იყო, კი. და ეს დღე რო დაემთხვა, სხვათა შორის მორაგბეები რო ხდებოდნენ თვითმფრინავში, თუ ამაზე მიდიოდა ხუმრობა, მაგრამ ნუ ცრურწმენა, არანაირი მათემატიკური დადასტურება არ არსებობს, ამის ამ დღეს ბევრი კატასტროფა ხდება, მაგრამ ნუ მოხდა.
რამდენად წარმატებული გუნდი იყო ეს გუნდი? რამდენადაც მე არაფერი განსაკუთრებული, საშუალო დონის ურუგვაიული გუნდი იყო, რომელსაც ჰქონდა ალბათ შიდა ჩემპიონატში რაღაც წარმატებები, მაგრამ მაღალი დონის გუნდი არ ყოფილა ნამდვილად. ეს ის მანჩესტერი არ არის, რომელიც ჩამოვარდა. არა, და სხვათა შორის არც ტაშკენტის ფახთაქორი. ამ დონეზეც არის, ხო? არა, ხო? სხვათა შორის არა მხოლოდ ამ გუნდს 50-იან წლებში ერთი უელსური სარაგბო კატასტროფა მოხდა. ოღონდ იქ ძირითადად მორაგბეები არ იყვნენ, იქ იყვნენ გულშემატკივრები, გუნდის წარმომადგენლები, მორაგბეებიც იყვნენ, მაგრამ აქ ძირითადად მორაგბეები იყვნენ. თავად ამ ფილმში ნაკლებად ჩანს ეს. რამ გამოიწვია თვითონ ეს კატასტროფა? პილოტების შეცდომა, ცალსახად პილოტების შეცდომა იყო, იმიტომ რომ ნავიგაციას ცუდი ამინდი იყო, ნავიგაციას ბოლომდე ვერ მიყვნენ თუ სწორად ვერ წაიკითხეს, სიმაღლე არ აიღეს სწორად და ეგონათ რომ უკვე ფაქტობრივად ჩილეს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ და უცბად გადაიყარა ღრუბალი და დაინახეს რომ უკვე ეჯახებოდნენ და პროფესიონალი პილოტი იყო როგორც ჩანს მართვის კუთხით, იმიტომ რომ შეძლოდა რაღაცა ნაწილი მაინც მიფრინავს გადარჩა და წინა ფუძელაში გადარჩა და მათ საბოლოოდ ის ადამიანები გადაარჩინა. და იქითკენ აღმოჩნდნენ და სხვათა შორის საინტერესო ის არის რომ ზუსტად ამ პილოტის არასწორმა კოორდინატებმა გამოიწვია ის რომ ამდენ ხას ეძებდნენ თვითმფრინავს. მართლა? სხვაგან ეძებდნენ. იმიტომ რომ სხვაგან მიფრინავდნენ. რეალურად ამას გადაცემული ქონდა სხვა კოორდინატები და ძებნა დაიწყეს იქით. მის პროფესიონალიზმზე შეიძლება გადარჩენილები ამოდენ რომ მაშველი თვითმფრინავი ამათ მალევე გადაუფრინეს, მაგრამ ერთი თვითმფრინავი თეთრი იყო და ვერ გამოჩნდებოდა, თან როცა იმ ადგილიდან სადაც შენ ეძებ გაცილებით შორს არის ეს ყველა პილოტი არც გადმოიჩვენა და ხო არც ხო სამწუხაროდ ამან გამოიწვია ის რომ მერე ძებნა შეწყდა რა მაგარი მოსასმენი იქნება ტრანზისტორული რადიო ნახევარში ჩართეს და იგებენ რომ იმედი საბოლოოდ გადაეწულა მათ იმედი გადაეწურათ, მაგრამ ისევ ამ ეპიზოდს კარგად აქ მოთხრობილი ამ წყემსისა და ამას შეხვედრა ეს წარმოება მოუღო ჩვენ ვერ ნახავს ფილმში. ეს ორი ადამიანი, როდესაც წავიდა, ორმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ რა მაინც ვიღუპებით. დიახ. წინ წყალი უკან მეწყერი, ზუსტად ეგ სიტუაცია იყო. გადაწყვიტეს წასვლა, რომ ეგებ რაღაც ვქნათ. და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გაიარეს დაახლოებით 60 კილომეტრი ანდებში. ყოველგვარი აღჭურვილობის, ყოველგვარი ყველაფრის გარეშე, აი მართლა წარმოუდგენელი რაღაც გააკეთეს და გადაწყვიტეს რომ წასულიყვნენ და რამე ხსნა ეპოვათ და მე ეს პარადო წერს თუ კანეს ეს ორი წავიდა და ერთ-ერთი წერს რომ მივდიოდითო და თოვლმა რო კლება დაიწყო მივხვდითო რომ უკვე ბარისკენ ვიყავითო და მწვანე რო დავინახეთო ეს იყო ჩვენთვის უკვე იმის ნიშანი რომ ხსნა შეიძლება ყოფილიყო და რა რომელი მდინარე იყო რო არ მოგატყოთ ნამდვილად არ ვიცი და მდინარის იქით დაინახეს წყემსი ცოცხალი ადამიანი და ნუ ახლა თის მდინარე ჯერ წარმოიდგინეთ რა ხმაური იქნებოდა და ვერ გააგონეს და იმისგან ანუ პირის მოძრაობით მე ერთ-ერთი რომელიც წერდა ის ამბობს რომ პირის მოძრაობით მივხვდით რომ თქვენ ის ადამიანები ხართო რომლებზეც ამდენს ლაპარაკობენო რაღაცა და მე თქვა ისეთი სიტყვა ესპანური სიტყვა და ნიშნავს ჩვენ ენაზე რომ ისევ აქ დავბრუნდები და ცხენით წავიდა და ნუ ისევ აქ დავბრუნდები ეს მარჩიელობა იყო ამათვის რომ მართლა ეს თქვა თუ არ თქვა მაგრამ მასე გადაუფრინა თვითმფრინავმაც მაგრამ აღარ დაბრუნდა მე შენ გეტყვი წასასვლელი ქონდა და დასხდნენ და დაიწყეს ლოდინი და მართლა და ალბათ 24 საათი იყო თუ 23 თუ 20 ნუ რა მნიშვნელობა აქვს მოვიდა მაშველი რომელმაც ეს კაცი იყო სერხიო კატალანი ამ წყემსის სახელმწიფო არის სერხიო კატალანი და საინტერესო რა არის უკვე ჩვენ საუკუნეში 21 საუკუნეში გაიმართა მატჩი ამ გუნდსა და ჩილეს სარაგბო ნაკრებს შორის. უი და საინტერესოა. და ბურთი შეიყვანა თამაში ამ კატალანს. ვა რა მაგარია, ძალიან მაგარია. და აქ ამოვიკითხე კიდევაც რომ ფიდელ კასტროს მარჯვენა ხელი რო იყო. ჩე გევარა. წარმატებული მორაგბე იყო. 9 ნომერი. ესეც რო უთხრა ჩვენს მაყურებელს, ჩვენ წინა შეხვედრაზე, ოღონდ სხვა კუთხით. თქვენ დაასახელეთ ძალიან წარმატებული ადამიანები, რომლებიცაც ჰქონდათ რაგბული წარსული, ხო? ესეც რო უთხრა ჩვენ. აი მაგალითად ჯორჯ ბუში იყო 15 ნომერი, საკმაოდ გუნდის ძირითადი 15 ნომერი იყო უნივერსიტეტის გუნდის, საკმაოდ წარმატებით თამაშობდა, ფოტოსურათებიც არსებობს.
ნუ მე ბუნებრივია სხვა კარიერა აირჩია. ვერ გეტყვით რამდენად ჯობდა რომელი. სხვა თამაში აირჩია. სხვა თამაში აირჩია, რომელსაც მთელი გუნდი უკან არ დგას. არ დგას, ხო? აი ესე. ბილ კლინტონიც თამაშობდა, მაგრამ გაცილებით სუსტი მორაგბე იყო, ვიდრე ჯორჯ ბუში. ჟაკ შირაკიც თამაშობდა. კიდე იაპონიის პრემიერ-მინისტრი თამაშობდა, ნუ ჩე გევარა თქვენ ბრძანეთ. ჩე გევარა ამ ჩამოთვლილებში ყველა წარმატებული იყო, ჩე გევარა. როგორც სპორტსმენი, როგორც პოლიტიკოსი. როგორც ხო, ეგრე არა და სხვათა შორის ჩე გევარას ჰქონდა ასთმის პრობლემა. და მშობლები სუწინააღმდეგი იყვნენ, რომ რამე არ მოგივიდესო და არ არსებობს. მე რაგვი ბოლომდე უნდა ვიცი. ერნესტო. კი. ზიგს ეძახდნენ თავისი გაფიცხების გამო. ბეჭდების ბრძანებელსაც გადაწყვეტა რა ეს სპორტის სახეობა. ბეჭდებსაც გადაწყვეტა, ლექსიც მიუძღვნა სარაგბო, სხვათა შორის მიწერია წიგნში ის ლექსიც. ბიზნეს და ნუ ჩვენი ბიზნესი უფრო ახლობელი არის ნიკა ამაშუკელის მამა. ნიკა რომელიც სასტვენი არის ლეგენდაზე თუ საუბრობდით ნიკაც აუცილებლად უნდა გვეთქვა რა. არა, ლადო ძალიან კარგად უწერია რა იმისი სასტვენი არისო თელი რაგბის სამყარო. ხო, ანუ ამ დონის ფიგურა რა. არის რა თქმა უნდა ახლა ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკის თამაშზე რომ თავარ მსაჯად იქნები უკვე კითხვა აი და დღევანდელი სოფლიო რაგბის ლეგენდები დუპონი, კოლისი რომ მოწიწებით გესაუბრებიან, რა ვიცი, ალბათ თვითონ ნიკასთვისაც წარმოუდგენელი იქნებოდა რამდენიმე წლის წინ. ძალიან საინტერესოა. და რაც თავარია, როგორც წესი გულშემატკივარს ხო წაგებულს მით უმეტეს გვიყვარს რომ საჯს ვაბრალებთ ყველაფერს, რომ საჯმა დაფწვა. ხო, როგორც მაგრამ აი ძველი ისა. კი. და აი ნიკას ნამსაჯ შეხვედრებში გულშემატკივრების რეაქციებიც კი ძალიან დაბალანსებულია. ხო არა? იმდენად მაღალი დონის არბიტრია. ძალიან საინტერესო. იმედი მაქვს რომ სოფლიო ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებს. არა, ძალიან კაიდა თან იცი რა ეხლა რასაც უყურებდი აი ჩვენ რაგბის ძალიან საკმაოდ რთული ურთულესი სპორტის წესებია. ხო. ხო. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს პოდკასტი მამების დრო, მამაშვილობაზე, მამის როლზე და მსგავსად საუბრობთ და ნიკა ყავდა სტუმრად და ზუსტად ევკითხე რომ ვინმე მორაგბენ თუ იცის ყველა წესი მეთქი და საჯებაც არ იციან ყველა წესია. ხო არა. იმდენად პატარ-პატარა ნიუანსებია და მე ვფიქრობ გულშემატკივარი იმდენად ბევრი რაც ფეხბურთს იმიტომ არ ყავს რაგბს რომ რთულია. არ არის ხო ეგ არის კი ალბათ მეც ესე ვფიქრობ ხო არის ეს მომენტი თუმცა ძალიან ვაჟკაცური და ძალიან ფანტასტიკური მართლაც რაღაცა დინამიური სპორტის სხვადასხვა პარადო მე გააგრძელა რაგბის თამაში რომ დაბრუნდნენ მართლა 10 თვე დაახლოებით ითამაშა მაგრამ მე გადავიდა სხვა სფეროში სპიკერი გახდა და სამოტივაციო ლექციებს ატარებდა და ის კანესა მეორე გადარჩენილი ბავშვთა კარდიოლოგი ორივე დღემდე ცოცხალია. ხო, ეს საინტერესოა, რომ ფილმში არ არის მოთხრობილი, მათ შემდგომ ცხოვრების სხვა რამით არის, ასე ვთქვათ. და ჩვენი მაყურებელი რომ ნახავს თვითონ აყვება ამ ვნებებს რა, ამ
ძალიან კარგი სერიაა ეს სიუჟეტო მაყურებელო. ძალიან კარგი სერიაა, განსაკუთრებით ჩვენ თან საკითხავი ჩვენი ეპოქის ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ყოველთვის დაკავებულები, არასოდეს არ აქვს დრო და აი ამ სერიის წიგნები მოგცემთ რაღაც მაქსიმალურ ასე ვთქვათ, ცოდნას მინიმალურ დროში. მაგრამ ეს მაყურებელს და მკითხველს. და ლადოს ჩვენგან ერგება ეს. დიდი მადლობა. რომელსაც აწერია შეშლილი კინოსამყარო. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს ორი ადამიანიც პრინციპში გეცნობა. კი. ძალიან დიდი მადლობა. ყავის დიდი მოყვარული ვარ და ზუსტად ასეთ ჭიქით ვიყავს თან ყავის. აი ცოტას ვისკი ჯობს ყავს. ხო, ვისკი ჩაი, მე თან კარგად ეტევა. კი. კარგად ეტევა. დიდი მადლობა. ჩვენ კი ვემშვიდობებით იმ იმედით, რომ მოკლედ მოგეწონებათ ფილმი, რომელიც შემოგთავაზეთ და შევხვდებით ერთ კვირაში შეშლილ სამყაროში კვლავ. დიდი მადლობა. აბა, არივადერჩი.